ვდით აი პირდაპირ ეთერში და სასწაული მოხდა რეკლამის შემდეგ ჩემს ხელისგულზე აღმოჩნდა ჭიამაია. არ გაჩვენებთ თქონდა ესე ჭიამაია, ხვალ თუ კარგი დარია და მე ფუ, უნდა შეუბერო და უნდა გაფრინდეს ის და თუ გაფრინდა კარგი დარი იქნება. უბრალოდ არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვისაც ეს ფრაზა ერთხელ მაინც არ წარმოუდგამს. ხო, თუმცა ნელ-ნელა მოიძებნება ადამიანი, ვინც იცის, რომ ჭიამაია და სხვა მწერებიც ბუნებრივ ანტაგონისტებად ითვლებიან. რასაკვირველია თუ არ ჩავთვლით პროფესიონალ აგრონომებს. რას ნიშნავს ბუნებრივი ანტაგონისტი სოფლის მეურნეობაში? რა ქვიათ მწერებს, რომლებიც ბოროტი გონია ვიზუალის გამო? თუმცა უკეთილშობილესია ბოსტნისა და აგროინდუსტრიისთვის. როგორ იცავენ ისინი სასოფლო სამეურნეო კულტურის დაავადებებისგან, მავნებელი მწერებისგან და რამდენად დიდია მათი როლი ბარაქიანი მოსავლის მიღებაში. ამ ცოდნას თუ ითვალისწინებს ფერმერი გაზაფხულიდან, ზოგადად უწყვეტ ციკლში იყენებს ამ ცოდნას იმისთვის, რომ მიიღოს მართლაც ბარაქიანი მოსავალი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ წერებზე დამატებითი ინფორმაცია შემეცნების სახით გვინდა დღეს მივაწყდოთ ჩვენს მაყურებელს. აგროკომპანია ბარაქას აგრონომი ზაზა ბარბაქაძე მოვიწვიეთ და ის უკვე სტუდიაშია. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. ხო, მაგრამ მაინც ეს ჭიამაია ისეთი მავნებელია? არა, პირიქით ჩვენი მეგობარია ეს. კარგი ვინმეა? კარგი ძალიან. ხო და რას აკეთებს ახლა მოგვიყევით? გარდა იმისა, რომ როგორ გვემეგობრება? ხო, როგორ გვემეგობრება ჭიამაია აგრონომიაში? ჭიამაია, დიახ, ძალიან საინტერესო მწერია, გარდა იმის, რომ ვიზუალურად საყვარელია, ის მართლაც ჩვენი მეგობარია, ანუ ამ შემთხვევაში ფერმერის, მეწარმის, რომელიც სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობს. როგორ გეხმარება? მის დახმარება გამოიხატება შემდეგში, რომ როგორც ხოჭო, ისე მატლი, რომელიც კვერცხიდან იჩეკება, ჭიამაიას ახალ გამოჩეკილი მატლი, ძალიან მტაცებლური ინსტინქტებით გამოირჩევიან, მატლი განსაკუთრებით გაუმაცხარია, ესე რომ ვთქვათ და ისეთ მავნებელ მწერებს, როგორიც არის ბუგრი, ფარიანები, წრუფარიანები, მათ ანადგურებს. ეს კიდე საკმაოდ დიდი გავლენაა სასოფლო სამეურნეო სავარგულებში, რადგან მათი დაზიანება ეს მწერები, რომელიც ჭიამაია იკვებება, ძალიან საკმაოდ დიდია და ყოველწლიურად გვხდება ვაწდებით პრაქტიკაში მათ დაზიანებას. არ არის ეს პატარა ამბავი, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ერთეულ ფერმერზე რო ვიმსჯელოთ, ფარიანეს შეუძლია ძალიან დიდი ზიანი, ეკონომიკური ზიანი მოუტანოს და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ საკმაო რაოდენობით ყავს ფართობში, ბაღებში, ეს მეგობარი ჭიამაია, შეიძლება ეს რიცხოვნობა მათი მავნემწერების იმდენად შეამციროს, რომ საერთოდ მათ მიმართ ქიმიკატების გამოყენება აღარ დაგვჭირდეს. ყოფილა ასეთი შემთხვევები? კი, რა თქმა უნდა, ისტორიულადაც და დღეს პრაქტიკაში უბრალოდ ამას შეიძლება აღარავინ აღწერს და ჩვენ ყურამდე არ მოდის, თუმცა ეს ბუნებაში ხდება ყოველწლიურად, ჩუმი პროცესია, ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ყოველწლიურად თავის სეზონზე, როდესაც ჭიამაია და ფარიანების კვერცხდება ერთმანეთს ემთხვევა, სხვათა შორის და პირდაპირ მათ საკვერცხო პარკებში, ანუ ფარიანა სადაც დევს, კვერცხებს იქ ათავსებს ჭიამაიაც თავის კვერცხს, იქ გამოჩეკილი მატლი კი საკმაოდ ხარვად იკვებება კი და ეს ერთ პარკში შეიძლება იყოს 200-დან 1000-მდე კვერცხი და ასე შემდეგ, დიდ რაოდენობაზეა საუბარი. ანუ სუნაგია და ბევრს ჭამს. კი, ძალიან. არის ესეთი ისტორია, რომელიც მოგვითხრობს ციტრუსების შემოტანა საფხაზეთში, პაკისტანიდან, როდესაც ეს მოხდა 1927 წელს, თუ არ ვცდები, მას შემოყვა ეს მავნებელი ციტრუსოვანთა ფარიანა და საკმაოდ დიდი ზიანი მოიტანა, ფაქტიურად ნერგს ვერ ახარებდნენ, მაშინვე დარგვის წელს ვერ ახმობდა ეს მავნებელი ამ წერს და რო დადგნენ დიდი პრობლემის წინაშე, მე დაიწყეს ინტროდუცია ჭიამაიის, რომელიც მისი ბუნებრივი მტერია და ამ გამრავლების შედეგად, ამ ჭიამაიის გამრავლების შედეგად ძალიან კარგ შედეგებზე გავიდნენ და ფაქტიურად მაშინ ქიმიური წამლობები და ესეთ დამუშავებელ მეთოდები არ იყო, იყენებდნენ ამ მეთოდებს. კი ბატონო, იცით ასეთ დროს არ ვიცი, თქვენ როგორც აგრონომს შეგიძლიათ ურჩიოთ კიდეც ფერმერს, რომ
თქვათ რა ჭიამაების მოამრავლებელი. წემსი მახსოვს მე. მომრავლებას ცოტა ალბათ რთული ბაია იქნება. ჭიამაების წემსი კი, გახსოვს? კი, უნდა მოძებნოთ მაშინ ბაია და მოგცეს ეს ხო გახსოვს, ხო და არის რაღაცა მომრავლება ხდება, მოშენება ჭიამაიების იმისთვის რომ თქვათ დიდ ფართობებზე მიაწოდოთ ფერმერებს, არ ვიცი, შეიძლება ძალიან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არა, თუმცა ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში ძალიან აქტიურად ხდება მათი გამოყვანა ორანჟერიაში და შემდეგ გაშვება სასოფლო სავარგულებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ეკონომიურობა, ქიმიურ მეთოდების, ბრძოლის მეთოდების და ასეთი ბუნებრივი ანტაგონისტების ინტეგრირებული მართვაში ჩართვის შემთხვევაში ძალიან დიდი განსხვავება ეკონომიურად. ეს ჯობია, ეს ხაზი და ჩვენ თუ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და განვითარებას, ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ქიმიურ მეთოდებზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული, ეს ეკოლოგიურ სიჯანსაღესაც ნიშნავს, ყველაფერს თავი დავანებოთ. ფერმერებთან კი გვაქვს ამაზე საუბარი, როდესაც ვეუბნებით, რომ არ არის საჭირო მთლიანი საბალახის საფარველის განადგურება, მოსპობა ბაღებში თუნდაც მოსპობა თუ დამუშავება. დამუშავება, იქიდან გამომდინარე, რომ ჭიამაიას თავშესაფარს ვანადგურებთ ჩვენ ამით. იმ შემთხვევაშიც, როცა დამულჩვას ვეძახით, როდესაც ბალახი კუცმაცდება, ზოლში არსებული ბალახი, ამ შემთხვევაშიც ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ დამულჩერონ მორიგეობით, ანუ ერთი რიგი დამუშავდეს, მეორე ბალახიანი დარჩეს და ასე შემდეგ, რადგან ჭიამაიას თავშესაფარი გქონდეს აქ. გარდა ამისა, პერიფერიებში, ღობესთან, მიჯნებზე, საზღვრებზე შეიძლება ისეთი კულტურების, ყვავილების მაგალითად დათესვა მოყვანა, რომ ამ მავნებლებს, ჩვენს მეგობრებს, ესე რომ ვთქვათ, ერთგვარი თავშესაფარი გქონდე და დავაკავოთ უბრალოდ ჩვენს მეურნეობაში. კი ბატონო, აი ვთქვათ ესეთი ბუნებრივ ანტაგონისტებად ვინც ითვლებიან, ხო, ესეთი წერები. ბევრს არ ვიცნობ მე და თქვენ მოგუყვებით, ალბათ საინტერესოა მეგონი, მაგრამ ერთი რაც მომისმენია და გამიგია, ერთ-ერთი ქვია ჩურჩხელა. ხო და ეს ჩურჩხელა ხო სულ სხვა რამისთან არის ასოცირებული. კი, ჩვენ ჩურჩხელას სულ სხვა რაღაცა ვიცით რა. რატო გავს ჩურჩხელას თუ რატო? არა, ალბათ ეს მისი ზომიდან გამომდინარე ჩურჩის ხელა, ალბათ ეს შემორჩა სახელი, მე ჩემი ლოგიკით ესე ვხსნი ალბათ. ჩურჩა აღხსნათ შეიძლება ყველამ არ იცოდეს, ეს არის კურკიანი მცენარის კურკას რო გამოვაცლით, აი რაც რჩება, ეს არის ჩურჩა, შინდის ჩურჩა, ყურძნის ჩურჩა. შინდის კურკის ხელა დაახლოებით ეს ბუზიც, ტაცებელი ბუზების რაზმს მიეკუთვნება. ეს ჩურჩხელა ბუზი, რომელიც როგორია ნეტა? აი ეს არის, რომელიც კადრზეა, ეს არის ტაცებელი ბუზი, რომელიც კი არა და ფუტკარი კი არა და რა. ფუტკარი ძალიან გავს, კი, რომელიც იკვებება თვითონ დასრული მწერი, იკვებება ყვავილის ნექტარით, ისევე როგორც ჩვენი ფუტკარი. თუმცა ეს როცა დადებს კვერცხს და იქიდან მატლები გამოიჩეკება, აი ის მატლები არიან ტაცებელი მწერები, სწორედ, რომლებიც ანადგურებენ ფარიანებს, ბუგრებს, ერთ მწერს ამ ბუზის მატრს შეუძლია დღეში 60-70 ბუგრი შეჭმა, რომელიც გრძელდება 15-20 დღე მატლის ფაზა. ესე რომ გადავიანგარიშებთ უკვე საკმე ერთ წელზე, როცა ასეთი ის არის სტატისტიკა, ის ძალიან დიდ როლს ასრულებს ამაში. და აქედან გამომდინარე მისი ინტროდუცია და შეყვანა სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც არის ფარიანების და ბუგრების ძალიან კაცრი ესეთი გავლენა, ძალიან ეხმარებათ ფერმერებს ქიმიური მეთოდების გარეშე დაარეგულირონ მათი რაოდენობა. ხო, ეს ამნიშნულოვანია, ხო, რაც არ ვიცით ახლა და თან ყურად საღებია, იმიტომ რომ ხანდახან არ ვიცით და ყველაფერს ვანადგურებთ. თქვენ როგორც სხვათაშორის საფარის ესე დამუშავება არ შეიძლება, თქვათ ვანადგურებთ ყველა ცუდთან იმ კაცსაც და აუცილებლად. აი ეს მწერი თვითონ ეს აი ეს მწერი ძალიან საინტერესო მწერად მიმაჩნია მე მაგალითად და რაღაცა სარგებლიანი მწერი მგონია ყოველთვის. ჩოქელა ძალიან კი. ჩოქელა. როდესაც შევხვდებით მინდორში, შეიძლება რაღაც ისე საზარელი შეხედულება გქონდეს და ცოტა შეგვაშინოს კიდეც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი ბიოლოგია, რომ ის არის ჩვენი მეგობარი, ამ შემთხვევაშიც როგორც დანარჩენი ზემოთ ხსენებული მწერები, ანადგურებს. ჩემი მეგობარი ეს ვერ იქნება ვერასდროს. ჩემი გახდა, იმიტომ რომ იმდენად დადებითი ის არის მწერია.
და ძალიან სასარგებლო მწერია. მე გამიდი ამასე და იცი სარგებლიანობა? ხო, ვიცი, რაღაცა ეს დაახლოებით ვიცი და ამიტომ შემიყვარდა და სადაც დავინახავ და ბავშვობაშიც უმეგონა რომ ამ წეკრანი დავიჭირე. ხო, რაღაცნაირია. ეს წინა ფეხები ძალიან ძლავრი აქვს და მისი პოზიციებიდან გამომდინარე ეძახიან ჩოქელას რომ ლოცველას გავს, დიდო ლოცვის პოზაში დგას თითქოს. ხო, რუსულად არ მინდა რომ თქვა, მაგრამ ბაგამოლს ეძახიან ხოლმე ამას და ჩოქელა ქვია ქართულად. კი, ესეც იკვებება სხვადასხვა მავნე პეპლებით, რომლებიც მე ჩვენს პოსტნეურს ანხილს საფრთხეს უქმნის, საკმაოდ დიდი რაოდენობით და ასე რომ მისი დაკავება ჩვენს ფართობებში ჩვენ ძალიან გვეხმარება ხარისხიანი მოსავალი მოვიყვანოთ ნაკლები ქიმიით, ნაკლები პესტიციდებით. ხო, აი ხა მაგალითად აზრზე არ ვიყავი და ტკალიას გავს და ნუ მე ტკალიებთან ვერ მეკობრობ და ვერ იქნება ნამდვილად ჩემი მეგობარი, მაგრამ თუ ეს სარგებელია მოაქვს, მაშინ ფერმერებმა რა თქმა უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ აი იცი რა, ეს კალიების შემოსევა რო არის ხოლმე მაგალითად, აი შეიძლება რომ ყანაში, არ ვიცი, ბაღში ფერმერმა აღმოაჩინოს რაღაც დიდი რაოდენობით, თქვათ იგივე ეს მწერები, ამ დროს თქვათ იწევს ეს რაღაცა შიშს, რომ აი შეიძლება პირიქით გაანადგუროს მოსავალი? არა, ჩოქელას ესე ვთქვათ, აფეთქება, რომ ესეთი კოლოსალური რაოდენობით რო გამოვიდეს, არ გვინახია. კალიებმა კი იციან მასიურად მოედებიან არმარეს, მთლიან მწვანე მასას მთლიანად გაანადგურებენ. სხვათა შორის ეს კალიებითაც იკვებება და ამაშიც არეგულირებს. ბუნება ზოგადად ხომ გენიალურია, თვითონ აბალანსებს ყველაფერს. რაღაცა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ბუნებრივი მტერი ყავს, რომ ეს ბალანსი არ დაირღვეს და სწორედ აი ამასთან გვაქვს საქმე. და ერთი მწერია კიდე აქ ისეთი თვალშისაცემი, აი ესა. ოქროთვალურა. ეს ძალიან გავრცელებულია. სხვათა შორის ყველა ბაღში შეიძლება რომ შეგხვდეს, ყველა ხეხილის ბაღში, ბოსტნეურშიც ასევე. რომელიც 5-4 თაობას იძლევა წელიწადში და აქედან გამომდინარე განპირობებულია მისი გამრავლების არეალიც, რომელიც დებს კვერცხებს, კვერცხებიდან გამოჩეკილი მატლები კი როგორც აღნიშნეთ ძალიან დიდი მადით გამოირჩევიან და ანადგურებენ მასიურად გუგრებს, ფარიანებს, სრუფარიანებს და ასე შემდეგ. ერთი რაც არის რომ წერებს ვიცით რომ დამწვერვაში აქვს ძალიან დიდი როლი, ხო? მე მაგალითად ჩემ აივანზე იშვიათად ხვდები წერებს რა და ამიტომ დავდივარ ხოლმე ფუნჯით. ჩვეულებრივი ფუნჯით. ამ მტერიანებს შენ თვითონ. მე თვითონ ამტვერებ და იმიტომ არის რა დღეში ეცი ჩემი აივანი ახლა სანაკებოდ გამოიყურება. ყველაზე ფუმფულა თუ შეიძლება ასე თქვა, არ ვიცი, წერი რა არის, რაც ამ დამტვერვის პროცესში ყველაზე აქტიურია. ესეთი ფუტკარი ყავს, ბამბლბი, აი ხედავთ კადრშიც, რომელიც ეს თავისთვის დააფრინავს, დაზუზუნებს, ყვავილიდან ყვავილზე გადაჯდება. დამტვერის გარეშე თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ უბრალოდ ნაყოფს ვერ მიიღებს მეწარმე, ვერ იწარმოება ნაყოფი, აი ამ საქმეში გვეხმარება. და ქიმიურ დამუშავებაზე ბატონო აუნის აღნიშნა წერან რომ ვანადგურებთ სამწუხაროდ, როდესაც ქიმიას ვიყენებთ მასიურ ტოტალური განადგურების ინსექტიციდის გამოყენება ხდება მეურნეობაში, როგორც მეგობარი მწერები, ისე მავნებელი მწერები ჩანაგდება და აქედან გამომდინარე მისი რაოდენობა ძალიან შემცირდა გადაშენების პირას ყოფილი მწერების ნუსხაში შედის პატივცემული და აქედან გამომდინარე ფერმერებს უბრალოდ ურჩევთ რომ შეინარჩუნონ ის არეალი მეურნეობაში, რომელიც პესტიციდებისგან იქნება თავისუფალი და ან ყვავილები ან რაღაც ესეთი ერთწლიანი ყვავილების დათესვა შეიძლება იქ, რომ ეს ფუტკარი რაც შეიძლება მეტი მოვიზიდოთ და ყავდეს. მაგალითად ვიზუალური მასალით შეიარაღებული გვეწვიეთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ამ ილუსტრაციებს კიდევ უფრო დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია ამ შემეცნებასთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენც არ ვიყავით ბევრი რაღაცის საქმის კუში, მაგრამ მაყურებლისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ფერმერობით არის დაკავებული, მიწათმოქმედებით აქვს თავისი ბოსტანი, ბაღი. მადლობას გადავუხდით. მადლობა თქვენ ბარაკას აგრონომს ზაზა ბარბაკაძეს დაგემშვიდობებით.